გამარჯობათ მეგობრებო. სქემა არის გარეთა პირიდან სულ წაღმა იქსოვება, ყველა თვალი შიგითა პირიდან სულ უკუღმა იქსოვება. ახლა ვნახოთ როგორ იქსოვება. მოვქსოვეთ რეზინა და მე ამ სქემას ვქსოვ უკუღმა შიგითა პირიდან. გარეთა მხრიდან ჩვეულებრივად ვქსოვ. შეგიძლიათ გარეთა პირიდანაც მოგხსოვოთ და ვნახოთ ახლა როგორ იქსოვება, შემდეგ უკვე მიხვდებით რას გულისხმობ. მოვხსოვეთ რეზინა. ჩათვალეთ რომ აქ არაფერი არ მოგვიქსოვია, რეზინას შემდეგ ვიწყებთ სქემას. ვქსოვ შიგითა უკუღმა მხრიდან, შიგითა პირიდან. ეს ნაპირის თვალია და არ ითვლება სქემაში. შემდეგი თვალი გადამყავს, შემდეგ თვალს ვქსოვ უკუღმა პირიდან ვქსოვ. შემდეგი თვალი გადამყავს, არ ვქსოვ, ძაბს აქ ვტოვებ. არც ჩხირზე ვახვევ, არც იქით მიმაქვს, აქეთ ვტოვებ. შემდეგ თვალს ვქსოვ უკუღმა. შემდეგი თვალი აი ასე გადამაქვს, არ ვქსოვ, შემდეგ თვალს უკუღმა ვქსოვ. შემდეგი თვალი გადამაქვს, შემდეგ თვალს უკუღმა ვქსოვ. ძაბს ყოველთვის აი ასე ვტოვებთ აქ. ერთ თვალს არ ვქსოვთ, გადაგვაქვს, ერთ თვალს ვქსოვთ. ასე მოვხსოვთ მთლიანად უკუღმა მხრიდან ამ რიგს. მოვხსოვეთ ეს რიგი, ერთ თვალს ვტოვებთ, ერთ თვალს ვქსოვთ. შემოვტრიალდით, ვქსოვთ გარეთა პირიდან. მეორე რიგი. ყველა თვალს ვქსოვთ წაღმა და არ ვტოვებთ არც ერთს. ჩვეულებრივად წაღმა ვქსოვთ ყველა თვალს ამ რიგზე. შემდეგი რიგი. ისევ ვართ უკუღმა მხრიდან, ნაპირის თვალი და ახლა კარგად ააკვირდით მეგობრებო. თუ წეღამ პირველი თვალი წინა რიგში, როგორ ავხსნა ახლა. პირველი თვალი დავტოვე და არ მოვხსოვე, ახლა მოვხსოვ. დავტოვებ მეორე თვალს. შემდეგი თვალი არ მოვხსოვე, ახლა მოვხსოვ, დავტოვებ შემდეგს. აი დააკვირდით, სად არის წინა რიგიდან, წინა უკუღმა რიგიდან დატოვებული თვლები, ისინი უნდა მოიქსოვოს და რომელიც იქსოვებოდა, ის უნდა დარჩეს, არ მოიქსოვოს. ამ თვალს ახლა გადავიყვან, არ ვქსოვ. უკაცრავად ვქსოვ, აი წინა რიგიდან არ არის მოქსოვილი, ახლა ვქსოვ პირველ თვალს. შემდეგ თვალს არ ვქსოვ. შემდეგ თვალს ვქსოვ. აი ეს უნდა აკონტროლოთ, რომელი თვალიც არ არის მოქსოვილი, მოგხსოვთ, რომელი თვალიც არის მოქსოვილი, არ მოგხსოვთ. ისევ ერთი თვალი იქსოვება, ერთი თვალი არ იქსოვება. ძაფი ისევ ჩვეულებრივად აქეთ რჩება. ერთი თვალი იქსოვება, ერთი თვალი არ იქსოვება. გადატანით. წინა უკუღმა რიგზე, რომელიც დატოვე და არ მოგხსოვე, ახლა გხსოვ, რომელიც მოგხსოვე, ახლა არ გხსოვ. ძაბს ჩვეულებრივად აქეთ ტოვებ.
ერთ თვალს გსოვთ, ერთ თვალს არ გსოვთ. ერთ თვალს გსოვთ, შემდეგ თვალს არ გსოვთ. იმ განსხვავებით, რომელიც არ იქსოვებოდა გსოვთ, რომელიც იქსოვებოდა არ გსოვთ. შემოვტრიელდით და ვგსოვთ გარეთა პირიდან წაღმა პირზე, როგორც გინდა დაარქვით და აქედან ყველა თვალი ჩვეულებრივად წაღმა იქსოვება. ყველა თვალი. ეს რიგი გარეთა პირიდან ყველა თვალი წაღმა იქსოვება. მოგსოვეთ წაღმა რიგი და მოგსოვეთ ყველა თვალი ჩვეულებრივად. ბრუნდებით ისევ უკუღმა რიგიდან ვგსოვთ და სქემა აქედან იქსოვება. ახლა კიდე უნდა შევცვალოთ. რომელიც თვალიც იქსოვებოდა არ იქსოვება, რომელიც არ იქსოვებოდა იქსოვება. აი დააკვირდით, ეს არ იქსოვებოდა წინა უკუღმა რიგიდან და იქსოვებოდა წინა უკუღმა რიგიდან, არ დაგაბნიოთ, ახლა არ იქსოვება. ეს არ იქსოვებოდა, აი ძაფი, გადატანილია, ახლა ვგსოვთ. ეს მოგსოვილია წინა უკუღმა რიგიდან. ახლა არ ვგსოვთ, ეს არ არის მოგსოვილი, ახლა ვგსოვთ. ძაფს ყოველთვის აი ასე აქეთ ტოვებთ. ერთი და იგივე თვალი არ დატოვოთ მოსაქსოვი და ერთი და იგივე თვალი არ გსოვოთ. ეს სქემა, რომელიც ახლა იქსოვება, არ გამოვა. გამოვა სხვა სქემა. შემოვტრიალდით, ვგსოვთ გარეთა პირიდან და აქედან ყველა თვალი ჩვეულებრივად წაღმა იქსოვება. ვიწყებთ უკუღმა მხრიდან გსოვას და აქედან ვგსოვთ სქემას. ნაპირის თვალი, დააკვირდით, რომელი თვალიც არ იქსოვებოდა, ის თვალი იქსოვება, რომელიც იქსოვებოდა, არ იქსოვება. ყველა თვალი აქედან იქსოვება თუ არ იქსოვება უკუღმა. აუცილებლად აი აქ დააკვირდით წინა უკუღმა რიგზე, რომელი თვალი გაქვს დატოვებული, კარგად ჩანს. აი. რომელიც დატოვებული გქონდა, იმას მოგსოვ, რომელიც მოგსოვილი გქონდა, იმას არ მოგსოვ. სულ ასე შეცვლი ყოველი უკუღმა რიგის ქსოვისას გადაიტან და გადაიტან. ერთი და იგივე რო არ დაგრჩეს მოგსოვილი და ერთი და იგივე რო არ დაგრჩეს მოსაქსოვი, შახმატურს რო ვამბობთ, ასე მოგსოვ, ყოველი უკუღმა შემოbrunებისას.
აი აქ ორი თვალი ჩამრჩა და ამიტომ დააკვირდით არ შეგეშალოთ. ორი თვალი გადავიტანი ერთანაირად და აგერევა სქემა. აი ამ სქემას ჩემ ბავშვობაში წინდის ქუსლებზე ქსოვდნენ, რომ უფრო ორმაგივით გამოდის და მყარი ყოფილიყო წინდა. მყარი როგორ წინდის ქუსლი უფრო გამძლე ყოფილიყო, ასე ვთქვათ. ამის თქვა მინდა. აი ეს სქემა, ახლა ჩვეულებრივად წაღმაგსოვთ ისევ გარედან. ეს სქემა შეგიძლიათ შეაბრუნოთ და წაღმიდან ქსოვოთ სქემა. აი ასე, წაღმიდან ერთ თვალს მოქსოვ, ერთ თვალს გადაიყვან, ხო, ერთ თვალს მოქსოვ, ერთ თვალს, ოღონდ ძაბს შიგიდან დატოვებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარედან უნდა გქონდეს ესაა წაღმაპირი და აქედან უნდა გქონდეს სქემა. აქ დატოვებ მოსაქსოვს, როცა გადაიყვან თვალს, ძაბს აქ დატოვებ. შემდეგს მოქსოვ, აი ასე, შემდეგს ასე გადაიტან და შემდეგ და ასე. ახლა მე უკუღმაპირიდან მოვქსოვე, რადგან ასე ვქსოვდით და ასე აღვიდგინე და მეორე კიდევ, როცა უკუღმა მხრიდან ქსოვ, აქედან ტოვებ, ხო, ამ თვლებს მოსაქსოვს და მოქსოვილზე და აქ ჩანს ეს სქემა. ამ შემთხვევაში უფრო კარგად აკონტროლებ, რომელი უნდა მოქსოვო და რომელი არ მოქსოვო, რომ აქედან არ აკვირდებოდი ასე, შემოატრიელებ და უკუღმა მხრიდან ხედავ, რომელი მოქსოვო, რომელი არ მოქსოვო. მე მგონი გასაგებად ავხსენი. რაც შებრუნებით წაღმაზე შეგიძლია ერთი თვალი დატოვო, ერთი თვალი მოქსოვო. შემდეგ აქაც ისევ ჯვარედინად გადაიტან წაღმა მხრიდან და უკუღმა მხრიდან ყველა თვალს მოქსოვ მაშინ. ჩვეულებრივად ყველა თვალს მოქსოვ უკუღმა მხრიდან, როგორც გსოვთ წაღმა მხრიდან, რომ გამოგივიდეს ეს სქემა. სქემას წაღმაზე მოქსოვ, ერთ თვალს მოქსოვ, ერთ თვალს არ მოქსოვ. შემდეგ წაღმაზე მოქსოვილს არ მოქსოვ, რასაც არ ქსოვდი მოქსოვ, როგორც გადაგვაქვს აქედან, მაგრამ უკუღმა მხრიდან ყველა თვალს მოქსოვ, თუ წაღმაზე დააყენებ სქემას და წაღმაზე ქსოვ სქემას. და თუ მეორე ვარიანტი არის, აი როგორი, თუ ერთი და იგივე თვალს, აი წეღან რატო გითხარით, რომ არ შეგეშალოთ და ერთი და იგივე თვალი არ დატოვოთ მოქსოვილი და ერთი და იგივე თვალი არ მოქსოვოთ, არ მოსაქსოვი არ დაგჭეთ. მაშინ გამოგივათ აი ასეთი სქემა. ესაც ძალიან კარგია, მაგრამ არ არის ეს. აქაც იქნება სულ უკუღმა აქედან, სულ წაღმა აქედან. მაგრამ აი რა არის სხვაობა. ერთი და იგივე თვალი იქსოვება, წაღმადან დააყენებ შენ სქემას და უკუღმადან ერთი, სულ ერთია, უბრალოდ შეცვლი, როგორც ვთქვი. აქ მხოლოდ შახმატურად არ ტოვებ, მოსაქსოვს და არ ქსოვ, შახმატურად არა. აი მაგალითად, გინდა წაღმა მხრიდან დატოვო, ხო, თვლები, ერთი და იგივე თვალს ტოვებ, ერთი და იგივე თვალს ქსოვ, რო შემობრუნდები, ყველა თვალს ქსოვ. ესაც უკუღმა მხრიდან მაქვს ახლა მე სქემა მოქსოვილი, აი მაგალითად, აქედან ვქსოვ ყველა წაღმა თვალს და აქედან როცა შემოუბრუნდები, ვქსოვ იმ თვლებს, რომელსაც ვქსოვდი, არ ვქსოვ იმ თვლებს, რომელსაც არ ვქსოვდი. ნახეთ, დატოვებული თვლები ყველა ერთ რიგზეა. ეს ერთი რიგის გამოშვებით, რადგან წაღმა რიგზე, როცა მოუბრუნდები, ყველა თვალს ვქსოვ. აქედან იგივე თვლებს ვტოვებ და არ ვქსოვ, რომელსაც არ ვქსოვდი. აი, ამასთან განსხვავებით, ახლა ეს ნახეთ. ეს დატოვებული სად მიდის, აი, როგორ მიყვება. აი ეს მინდა სხვაობა ნახოთ. ესაა ჯვარედინად ნაქსოვი და დატოვებული. აი ეს, აქ კი ერთი და იგივე თვლებია დატოვებული და ერთი და იგივე მოქსოვილი. აი ესაა სხვაობა ამ სქემებს შორის. ამიტომ გამოდის სულ სხვადასხვა სქემა.
ესაც იგივენაირად შეგიძლიათ წაღმა მხრიდან გსოვოთ სქემა, მხოლოდ ერთი თვალის გამოშვებით ერთი და იგივე თვალი გსოვოთ, ერთი და იგივე თვალი დატოვოთ. უკუღმა მხრიდან ყველა თვალი იქსოვება აქაც. მე უკუღმა მხრიდან ვგსოვ სქემას, ერთი და იგივე თვალს ვგსოვ და ერთი და იგივე თვალს არ ვგსოვ აქ. წაღმა მხრიდან ყველა თვალს ვგსოვ წაღმა. მე მგონი მიმიხვდით რას ვაკეთებ და რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ თქვენც და აი შებრუნებით კიდე როგორ გააკეთოთ. აი ერთი და იგივეს მსგავსი ორივე სქემა და სხვადასხვაობა რაც არის მგონი გასაგებად ახსენი. კიდე რა მინდა გითხრათ, ძაფი ჩვეულებრივად დაუშვათ და გსოვ ჯემპერს თუ რასაც მოგსოვ ამ სქემით, რაც დაგჭირდება ერთი სვიტრისთვის, ასე ვთქვათ, ერთ ნახევარი მაინც დაგჭირდება ამ სქემით რომ მოგსოვო. ეს დაახლოებით ორმაგივით გამოდის და თითქმის აი შიგიდან ძაფი რო გადაგაქვს, ეს თვლები ხო იწევს ქვემოთ, არა, რომელსაც არ გსოვ და რჩება აქ თუ აქ. ერთი და იგივე რაოდენობის ძაფი ჭირდება ამ ორივე სქემას და ჭირდება იმაზე მეტი, დაახლოებით ნახევრით მეტი, რაც ჭირდება ჩვეულებრივად, აი წაღმა რომ მოგსოვო, რაც იქნება თქვენი მოსაგვსოვი, ასე ვთქვათ. კიდევ ნახევარი უნდა დაამატო დაახლოებით იმდენი ძაფი დაგჭირდებათ, რომ გაითვალისწინოთ თუ ამ სქემებს მოგსოვთ, მაგრამ ძალიან კარგი, ლამაზი სქემებია. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.